მოგესალმებით მეგობრებო, მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ და გთავაზობთ კრევის სამყაროს მორიგ გადაცემას. მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, სადაც გელით ზღვა მასალა ქართული კრევის შესახებ. დღეს კი გვექნება ძალიან საინტერესო მიმოხილვა, მოგეხსენებათ 31 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა მორიგი გრანდიოზული საკრევო შოუ, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირისა და Boxing Group Promotion-ის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერი გახდა საქართველოს სპორტის სამინისტრო და მინდა გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი საკრევო ორთაბრძოლები ვიხილეთ. დღის მთავარი დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იყო ბრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის სუპერსაშუალო წონაში, სადაც ერთმანეთს მართლაც გამორჩეული მოკრივეები ნოდა რობაქიძე და ვალერი გოჯიაშვილი დაუპირისპირდნენ. ამის გარდა ჩვენ ვიხილეთ არაერთი ძალზე საინტერესო ორთაბრძოლა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო საერთაშორისო მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლა 6 რაუნდიანი ქალმოკრივეთა შორის. თეონა ფიროსმანაშვილი დაუპირისპირდა ჟასმინა ურინოვას, უზბეკ მოკრივეს. ამის გარდა ვნახეთ ქართული კრევის ვარსკვლავები გივი თოდუა, მსოფლიო ჩემპიონი WBF ვერსიით, ასევე დაუმარცხებელი გიორგი გნიაშვილი და ამას გარდა არაერთი გამოცდილი და ცნობილი მოკრივე, ისევე როგორც დებიუტანტი და ახალგაზრდა დამწყები მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრევის კლუბებიდან. მოკლედ დღეს მე გაგაცნობთ ამ ბრძოლების შედეგებს და გავაკეთებ პატარა მიმოხილვას თუ როგორ წარიმართა აღნიშნული ორთაბრძოლები. მას ასე დავიწყოთ, როგორც გითხარით, დღის მთავარ ორთაბრძოლაში 10 რაუნდიან დაპირისპირებაში ერთმანეთს ძალიან გამოცდილი მოკრივეები დაუპირისპირდნენ. ნოდა რობაქიძე ბორჯომელი მოკრივეა და არ ჭირდება წარდგენა ქართული კრევის კომაგის წინაშე. ნოდა რობაქიძე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამოცდილ მოკრივედ ქართულ პროფესიონალურ კრევში. აქვს ჩატარებული უამრავი ორთაბრძოლა, როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში. მინდა ვთქვა, რომ ნოდა რობაქიძეს ევროპაში ნაბრძოლი აქვს თითქმის ყველა ელიტარულ მოკრივესთან თავის წონაში. ეს ის მებრძოლია, რომელიც უკან არასოდეს არ იხევს, ბრძოლაზე უარს არასოდეს არ ამბობს. შესაბამისად, ძალიან დასაფასებელია ნოდა რობაქიძის ეს შემართება, ეს ხასიათი. ამის გარდა მინდა ვთქვა, რომ რობაქიძე ჯერ კიდევ 2019 წელს გახდა პირველად საქართველოს ჩემპიონი. მაშინ ეს ქამარი მან მოიპოვა ველტერწონის დივიზიონში და უკვე ბევრს ნიშნავს ეს, რომ აი ამდენი ხნის განმავლობაში ნოდა რობაქიძე სტაბილურად მაღალ სპორტულ დონეს ინარჩუნებს. არასოდეს ის ფორმიდან ამოვარდნილი არ ყოფილა, ინტენსიურად მართავს ორთაბრძოლებს საზღვარგარეთ ძირითადად და ძალიან სასიხარულო იყო, რომ ნოდა რობაქიძეს კიდევ მიეცა შანსი ებრძოლა საქართველოს ჩემპიონის ქამრისათვის, ამჯერად უკვე სუპერსაშუალო წონაში. რაც შეეხება მის მეტოქეს, ვალერი გოჯიაშვილი არის შედარებით უფრო ახალგაზრდა, თუმცა უკვე ძალიან გამოცდილი მოკრივე. ვალერი გოჯიაშვილიც ის მოკრივეა, რომელსაც არაერთი დიდი გამარჯვება ჩამოუტანია საქართველოსთვის ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის ყველაზე ბოლო წარმატებული ასპარეზობა წლევანდელ წელსაც ჰქონდა საფრანგეთში ვალერის. ვალერი გახლავთ გურჯაანიდან, ერთ-ერთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ძალიან ისეთი კარგი საკრევო აღნაგობის, ძალიან კარგი საბრძოლო ხასიათის მოკრივეა, მართლაც გამორჩეული ამ კუთხითაც და სწორედ ვალერი გოჯიაშვილს მიეცა შანსი ნოდართან ერთად ებრძოლა მართლაც ძალიან ღირსეული და მნიშვნელოვანი ტიტულისთვის, რასაც საქართველოს ჩემპიონობა ჰქვია. რაც შეეხება ორთაბრძოლას, შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად გაამართლა იმედები ამ ორთაბრძოლამ და გულშემატკივრები იყვნენ ძალიან კმაყოფილები და ეს ჩანს სოციალურ ქსელებშიც, ეს ჩანს ყველა მიმოწერაში, ეს ჩანს პირად საუბრებში აი ამ მთავარი ორთაბრძოლით. და ზუსტად ეს არის ძალიან ბევრისთვის ნათელი მაგალითია იმისა, ეს ორთაბრძოლა თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალური კრივი, თუ როგორ უნდა იბრძოლონ მებრძოლებმა, გამოცდილი მოკრივეები როგორ ადიან რინგზე. ინტენსიური ორთაბრძოლა დაიწყო პირველივე რაუნდიდან და 10 რაუნდის განმავლობაში არც ერთი მოკრივე ერთი წამით არ გაჩერებულა, რაც მართლაც სამაგალითოა, იმიტომ რომ თუ არ მოემზადე აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე სრულმზადყოფნაში არ შეხვდი ბრძოლას, როცა ის გრძელდება 10 რაუნდი, 12 რაუნდი და ასე შემდეგ, შეუძლებელია ის წარმატებას მიაღწიო და ვალერიმაც და ნოდარმაც მართლაც არაჩვეულებრივი და ძალიან დაძაბული ბრძოლა აჩვენეს პირველიდან ბოლო წუთამდე. ძალიან ახლო ბრძოლა იყო. შეიძლება ითქვას, მაყურებელის ემოციებზე აღარაფერს ვიტყვის, გადაჭედილი იყო დარბაზი და მადლობა და უთხრა ქართული კრევის კომაგებს, რომლებმაც ეს საღამო ნამდვილად გაალამაზეს. მართლაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი მოვიდა და მე მიხარია, რომ ყველა შოუდან შოუნდე იმატებს ქართული კრევის კომაგთა რაოდენობა დარბაზში და ეს პირდაპირ აისახება უშუალოდ ბრძოლების ხარისხზეც და რა თქმა უნდა მოკრივეთა განწყობაზეც, რაც ძალიან დიდ მნიშვნელობას იწვევს.
როგორც გითხარით, ბრძოლა 10 რაუნდის განმავლობაში გააგრძელა და ეს არ იყო მხოლოდ ბრძოლა, ეს იყო ნამდვილი ომი, დამეთანხმებით ყველა YouTube-ის არხზე Boxing Georgia დევს ბრძოლის სრული ჩანაწერი და ყველა შეგიძლიათ იხილოთ და მინდა ვთქვა, რომ საბოლოოდ გამარჯვება მიენიჭა ნოდა რობაქიძეს და ნოდა რობაქიძე შეიქმნა პირველი მოკრივე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონის ქამარი ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში აქვს მოპოვებული. 2019 წელს ის არის საქართველოს welterweight წონით დივიზიონის ჩემპიონი, ახლა უკვე სუპერ საშუალო წონაშიც იგივე გაიმეორა გამოცდილმა ბორჯომელმა მოკრივემ. მე რეპორტაჟის მიმდინარეობასაც ვთქვი, რომ ჩემთვის ორივე გამარჯვებულია, ისეთი ბრძოლა შესთავაზეს გულშემატკივრებს მოკრივეებმა, ორივე იმსახურებს ძალიან დიდ პატივისცემას და ორივე არის მაგალითი მომავალი თაობებისთვის იმისა, თუ როგორი ბრძოლები შეუძლიათ გააკეთონ და შესთავაზონ კომაქს ქართველმა მოკრივეებმა. პირადად გადასცა საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტმა, ლეგენდარულმა მოკრივემ გიორგი კანდელაკმა ჩემპიონის ქამარი ნოდა რობაქიძეს და მიხარია, რომ ბორჯომში მიდის აი ეს ქამარი, დარწმუნებული ვარ, ნოდა რობაქიძე ისედაც ბორჯომული კრივის ლიდერია, გამორჩეული ვარსკვლავია და მის მაგალითზე კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება ბორჯომის კრივის სკოლაში, დარწმუნებული ვარ. მართლაც სამაგალითო სპორტსმენია ნოდა რობაქიძე და ყველანაირ დაფასებას იმსახურებს ეს მოკრივე. ამის გარდა მინდა ვთქვა, რომ როგორც უკვე გითხარით, ჩატარდა მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები და ძალიან საინტერესო იყო რინგზე გვეხილა მართლაც ქართული კრივის უკვე ფაქტიურად შემდგარი ვარსკვლავი WBF მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მფლობელი გივი თოდუა, რომელმაც ამჯერად გამართა მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლა ერთ-ერთ გამორჩეულ მოკრივესთან. ეს არის მერაბ თურქაძე, უდიდესი გამოცდილების მოკრივე, ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე. ძალიან ბევრის მნახველია მერაბ თურქაძე, როგორც სამოყვარულო კრივში, არაერთი საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვებული და შემდეგ უკვე წლების განმავლობაში ის უკვე პროფესიონალურ კრივში ასპარეზობს და მე ბრძოლის წინა მიმოხილვაში ვთქვი, რომ ეს იქნებოდა გამოცდა ახალგაზრდა ჩემპიონისთვის და მას პირადად უგამოცდილესი მერაბ თურქაძე გამოცდიდა რინგზე, ასეც მოხდა. შეიძლება ბევრი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა გივი თოდუა გამოცდილ მერაბ თურქაძეს ადვილად დაამარცხებდა, თუმცა საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწია თურქაძემ, ძალიან დაძაბულად წარიმართა ეს ორთაბრძოლა. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლა ჩატარდა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. გივი თოდუას ქამარი მოპოვებული აქვს საშუალო წონაში 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში და სულაც კიდევ უფრო დაბალ წონაში აპირებს ჩასვლას ველტერ წონით დივიზიონში, სუპერ ველტერ წონით დივიზიონში და ერთ-ერთი ეს ბრძოლა იყო ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მისი მომავალი ბრძოლისა, რომელიც უკვე დაგეგმილია 2 მაისს გივი თოდუას აი ამ გამარჯვების შემდეგ, მერაბ თურქაძესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ უწევს საკუთარი მსოფლიო ქამრის დაცვა თბილისში, უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ, მას ეყოლება ტაილანდელი მოწინააღმდეგე და 2 მაისს დარწმუნებული ვარ, გრანდიოზული საკრივო შოუ შედგება, სადაც გივი თოდუას, რა თქმა უნდა, არ ექნება მარტივი ბრძოლა, თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ მე ამ მოკრივის შესაძლებლობებში და იმაში, რომ შეძლებს თავისი მართლაც დიდებული ტიტულის დაცვას საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ. ძალიან ბევრი კომაკი ყავდა გივი თოდუას ამ ბრძოლაში, მერაბ თურქაძის წინააღმდეგ ძალიან კარგი სანახაობა იყო და ღირსეულად გაიმარჯვა გივი თოდუამ და ეგ პირდაპირ როგორც კი დამთავრდა ეს ორთაბრძოლა, ერთი ღამე დაისვენა და მეორე დღიდან განაგრძო მზადება უკვე მართლაც მოახლოებული უდიდესი ბრძოლისთვის 2 მაისს 12 რაუნდიან ბრძოლაში უნდა დაიცვას თოდუამ თავისი ქამარი. ამის გარდა ჩვენ რინგზე ვიხილეთ ამომავალი ვარსკვლავი, შეიძლება ითქვას გიორგი გიგნიაშვილი, რომელიც დაუმარცხებლად აგრძელებს თავის ასპარეზობას. ახალგორელმა მოკრივემ არც ამჯერად უღალატა ტრადიციას, რინგზე გამოვიდა ძალიან დიდი შემართებით, ძალიან იმ განწყობით, როგორც ყოველთვის ჩვევია მას და თავისი ძალიან ბევრი კომაგების ზღვა იყო მოსული გიორგის საქომაგოდ, გულშემატკივარი ძალიან ბევრი და მადლობა თითოეულ მათგანს, რომელმაც არ დაიზარა და გააოს ეს დარბაზი გიორგის კომაგებმა და მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ისეთი შემართებით გამოვიდა, ისევე როგორც ხოთაშორის წინა ბრძოლაზე ირანელი მეტოქის წინააღმდეგ, იქაც გიორგი გიგნიაშვილი ძალიან დიდი შემართებით იყო გასული და პირველივე რაუნდში დაანოკაუტა ირანელი მოკრივე. რაც შეეხება ამ ბრძოლას, გიორგის მეტოქე იყო უკვე ქართველი, ძალიან გამოცდილი აჩიკო ოდიკაძე, მრავლის მნახველი მოკრივე. აჩიკო ოდიკაძეს ევროპის მასშტაბით აქვს გამართული არაერთი ორთაბრძოლა
ძალიან ძლიერ მეტოქეებთან, ძალიან გამოცდილი მოკრივეა და გიორგი გიგნიაშვილთანაც მე ველოდი რომ გაცილებით უფრო მეტ შეძლებდა, თუმცა გიორგი გიგნიაშვილი ისეთი განწყობით იყო გამოსული რინგზე, რომ პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით ვადაზე ადრე ძლია აჩიკო ოდიკაცის. ერთ-ერთი ყველაზე უფრო საინტერესო დაპირისპირება, რასაც სოციალურ ქსელებში ნათლად იყო გამოხატული და ნათლად ჩანდა ბრძოლამდეც და ბრძოლის შემდეგაც, ეს იყო ქალთა საკრივო დაპირისპირება 2025 წლის საუკეთესო ქართველი პროფესიონალი ქალი მოკრივე, მართლაც გულშემატკივრების ნამდვილი ფავორიტი და აღმოჩენა თეონა ფიროსმანაშვილი მართავდა თავის მორიგორთა ბრძოლას უზბეკი ჟასმინა ურინოვას წინააღმდეგ პროფესიონალური კრივის რინგზე. ჟასმინა ურინოვა არ იყო დამარცხებული, ძალიან ბევრი ბრძოლები ჰქონდა ურინოვას სპორტის სხვადასხვა საბრძოლო სახეობებში და ამჯერად უზბეკი, რა თქმა უნდა, აქაც მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში უზბეკი მოკრივეები გამოირჩევიან, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოთხოვნადი სპორტსმენები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაღალი ხარისხის კრივი არის უზბეკეთში, განვითარებულია უმაღლეს დონეზე, ძალიან მაგარი მებრძოლები არიან და ყველგან ანგარიშის გასაწევი ძალაა, მათთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია. რაც შეეხება თეონა ფიროსმანაშვილს, საქართველოში დღესდღეობით მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული მოკრივეა. ძალიან დიდი ინტერესია მის მიმართ საზოგადოებაში. თეონამ შეძლო და დააინტერესა ხალხის მასები კრივით, თეონამ შეძლო და საკრივო შოუებზე მოდიან უკვე ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ სპორტთან ახლოსაც არ იყვნენ, თუმცა დღესდღეობით არიან ჩართულები, მოდიან, ძალიან ბევრი გულშემატკივარი, სოციალებში აქტიურობენ ძალიან და მისასალმებელია და სამაგალითოა თეონას აი ეს აქტიური მუშაობა ქომაგებთან, გულშემატკივრებთან, თავისი ქარიზმით, თავისი სპორტული მიღწევებით თეონა შეიძლება უკვე ჩაითვალოს არა მხოლოდ ქართული კრივის, ქართული სპორტის ერთ-ერთ ვარსკვლავად, გამომდინარე იქიდან თუ რამდენი ადამიანი ადევნებს მას თვალყურს და რა თქმა უნდა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა მისთვის სპორტულადაც და მე ძალიან მიხარია რომ თეონა ფიროსმანაშვილი აბსოლუტურად ამართლებს გულშემატკივრის იმედებს. მოგეხსენებათ გასულ თვეს მან უდაძაბულეს ბრძოლაში დაამარცხა უძლიერესი აზერბაიჯანელი მოკრივე ლალამადათოვა, რაც შეეხება აი ამ ორთა ბრძოლას თეონა ფიროსმანაშვილმა აჩვენა შესანიშნავი ტექნიკური შესაძლებლობები, შესანიშნავი კრივი, ძალიან კარგ სტილში წარმართა ორთა ბრძოლა, არ გამოუტოვებია შოუს ელემენტებიც და რაც მთავარია, ვადაზე ადრე ტექნიკური ნოკაუტით, უძლიერესი დარტყმების სერიით დაამარცხა თავისი უზბეკი მეტოქე და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა საკუთარ აქტივში პროფესიონალური კრივის რინგზე. მე ძალიან მიხარია ამ გუნდის პროგრესი და დარწმუნებული ვარ, სულ მალე თეონას ექნება საშუალება უკვე საქაბრე ბრძოლებიც გამართოს და ამაში საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი და ბოქსინგ გრუპ პრომოუშენი მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და მინდა ვთქვა, რომ სხვა მოკრივეებისთვისაც, როგორც ბიჭებისთვის, მათ შორის ასევე გოგოებისთვისაც ნამდვილად მისაბაძია თეონას აქტიურობა, თეონას სწორი მუშაობა, პროფესიონალურ კრივს სჭირდება მუშაობა არა მხოლოდ დარბაზში, არამედ მუშაობა საზოგადოებასთან, ხალხთან, სოციალურ ქსელებში, მედიასთან, საკუთარ იმიჯზე ზრუნვა, განვითარება და აი ამ ხრივ აბსოლუტურად ნამდვილი მისაბაძი მაგალითია თეონა ფიროსმანაშვილი და მინდა ვუსურვო მას ძალიან დიდი წარმატებები. რაც შეეხება სხვა ორთაბრძოლებს, მოკლედ მიმოვიხილავ მათაც 76 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ვიხილეთ. ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა, ახალგაზრდა მოკრივე ნიკოლოზ ქარსელაძე დაუპირისპირდა გამოცდილ დავით ბადურაშვილს. დავით ბადურაშვილს ქართული საბრძოლო ხელოვნებების ქომაგი კარგად იცნობს, სხვადასხვა საბრძოლო სპორტულ სახეობებში არაერთი ორთაბრძოლა აქვს ბადურაშვილს გამართული, გამოირჩევა თავისი ეპატაჟურობით, თავისი სკანდალურობით, თავისი და ისეთი პიროვნება და ისეთი მოკრივეა, რომელსაც შეუძლია შოუს დადგმა რინგზეც, რინგს მიღმაც, შეუძლია საზოგადოების ყურადღების მიქცევა და ეს ყველაფერი უხდება, რა თქმა უნდა, პროფესიონალურ კრივს. გარდა ამისა, რინგზეც ბადურაშვილის მოკრივეა, რომელიც არ არჩევს მეტოქეებს, ყველასთან, ვინც არ უნდა იდგეს მის წინაშე, გადის და ერთნაირ ტემპში, ერთნაირ განწყობით იბრძვის და მაქსიმალურს დებს აი ამ თავის ბრძოლებში. რაც შეეხება ნიკოლოზ ქარსელაძეს, იკვეთება უკვე რომ ეს 19 წლის მოკრივე ერთ-ერთი ლიდერი იქნება სულ მალე ქართულ პროფესიონალურ კრივში, გამომდინარე იქიდან რომ აქვს ძალიან კარგი შემართება, აქვს ძალიან კარგი პროგრესი. ეს იყო მისი მეორე ბრძოლა პროფესიონალურ კრივის რინგზე და ძალიან კარგად წარმართა თავისი გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ. მინდა ვთქვა, რომ ქარსელაძე აქვს საწვრთნელი შეკრებები უცხოეთში, ესპანეთში ხშირად ემზადება საქართველოშიც.
მუშაობს საკუთარ თავზე, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს და მის გულშემატკივარსაც მინდა მადლობა გადაუხადო აქედანაც და რაც თავარია, საკრივო კუთხით და საკრივო დონით ძალიან კარგი პროგრესი აქვს, უმატებს და აი აქაც ბადურაშვილის წინააღმდეგ კარგად წარმოაჩინა თავი ნიკოლოზ ქარსელაძემ. დაველოდოთ ამ ბიჭის მომავალ ორთაბრძოლებს, დარწმუნებული ვარ, სულ მალე უფრო და უფრო მეც მიაღწევს ქარსელაძე პროფესიონალური კრივის რინგზე, რომელმაც ბადურაშვილის წინააღმდეგ ნამდვილად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შემდეგი ორთაბრძოლა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო იყო დაპირისპირება 59 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ძალზე გამოცდილი ბათუმელი მოკრივე ჯაბა მემიშიში და მის წინააღმდეგ რინგზე გავიდა პერსპექტიული ახალგაზრდა ძალიან კარგი მოკრივე გიორგი ფოცხერაშვილი. ორივე ამ მოკრივეს მე კარგად ვიცნობ და განსაკუთრებით მახარებს ჯაბა მემიშიშის დაბრუნება ქართულ შოუზე, გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მემიშის არაერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული ევროპის მასშტაბით, ბოლო ბრძოლა საქართველოში ჰქონდა 2018 წელს და მას შემდეგ ევროპულ რინგზე ცდიდა ბეწ ჯაბა მემიშიში, თუმცა მე მიხარია, რომ აი ესეთი გამოცდილი და მრავალწნახელი მოკრივეები ერთვებიან პროფესიონალურ კრივის შოუებში საქართველოში, როგორც ჯაბა მემიშიშია და მართლაც აი ამ შოუზე ჯაბამ დაამტკიცა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია ის პროფესიონალურ კრივის რინგზე დგას, მას არ დაუკარგავს არც კლასი, არც ხასიათი, არც სპორტული დონე, მართლაც შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა მემიშიშმა, ძალიან კარგი ბრძოლა შემოგთავაზა, ძალიან ლამაზი სტილი, შოუ, სანახაობა, ყველაფერი იყო ამ ბრძოლაში, ყველაფერი ის, რაც აი ასე ძალიან უყვართ ქართული კრივის კომაგებს და ზოგადად კრივის გულშემატკივარს. მე მიხარია, რომ ჯაბა მემიშიშმა აი ასეთ ლამაზ სტილში შეძლო დაბრუნება პროფესიონალურ კრივის რინგზე საქართველოში და ქართული კრივის კომაგებს შესანიშნავი პერფორმანსი შესთავაზა. დამაჯერებლად მოიგო ეს ორთაბრძოლა, რაც შეეხება გიორგი ფოცხერაშვილს. მე მინდა უსურო წარმატებები, ძალიან კარგი პიროვნება, კარგი სპორტსმენია და მეტი შრომით, მე ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება მიიღო ჯაბასთან დაპირისპირებით და მეტი შრომით მას შეუძლია კიდევ უფრო მეტის მიღწევა. შემდეგ ორთაბრძოლებსაც ძალიან მოკლედ მიმოვიხილავ. ესე იგი, მინდა ვთქვა, რომ ერთმანეთის წინაშე წარდგნენ ლუკა ყეინაშვილი და ლუკას გოიაშვილი. ლუკა ყეინაშვილი გორს წარმოადგენს, ლუკას გოიაშვილი თბილისელი მოკრივეა, პირველი ბრძოლა იყო სადებიუტო მისი და ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა წავიდა ამ ორ მოკრივეს შორის და დასრულდა ფრედ ეს ორთაბრძოლა. სასიხარულოა, რომ რინგს დაუბრუნდა ძალიან გამოცდილი ალექსანდრე გამყრელიძე, მისი მოწინააღმდეგე გახლდათ თორნიკე ციკლაური, ასევე საბრძოლო ხელოვნებებში კარგად ცნობილი მოკრივე. ციკლაურმა ძალიან კარგად და აქტიურად დაიწყო, თუმცა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამყრელიძემ შეძლო და ვადაზე ადრე დაამარცხა თორნიკე ციკლაური. შესანიშნავი პერფორმანსი შემოგთავაზეს დიმიტრი ციკლაურმა და მამუკა გულიაშვილმა მარნეულიდან. კარგი მოკრივეები არიან ორივე. ტექნიკური იყო უფრო გულიაშვილი, თუმცა დიმიტრი ციკლაური შესანიშნავი მომზადებით გამოვიდა რინგზე და ძალიან მაგარი დარტყმები აქვს ამ ბიჭს და იძალა ამ ორთაბრძოლაში თავისი ინტენსიურობის და ძლიერი დარტყმების ხარჯზე მოახერხა გამარჯვება. არ მინდა გამოვტოვო 57 კილოგრამი წონით კატეგორიის მებრძოლები, გიორგი ტუნკიშვილი და ლერი ბურნაძე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ტუნკიშვილი გურჯაანს წარმოადგენს, ხოლო ბურნაძე რუსთაველი მოკრივეა, მათ შორის გაბარიტებში და სიმაღლეებში იყო სხვაობა, თუმცა წონა ორივე 57 კილოგრამი იყო. საინტერესო იყო ეს დაპირისპირება და ამ დაძაბულ ბრძოლაში გიორგი ტუნკიშვილმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, ხოლო საკრივო შოუ გაიხსნა გორელი ნიკა მიქელაძის და გიორგი კალანდიას დაპირისპირებით. კალანდია არის უგდიდელი, წარმოადგენს გუდიანის გუნდს და საინტერესო იყო მისი დებიუტი პროფესიონალური კრივის რინგზე. აღმოჩნდა, რომ კალანდია მართლაც გამორჩეული მოკრივეა, სადებიუტო ბრძოლაში ძალიან კარგად წარმართა თავისი ასპარეზობა და შეძლო გამარჯვების მოპოვება. მოკლედ, აი ეს იყო ძირითადად ჩვენი წყვილები. მე ვფიქრობ, გამოვიდა საკმაოდ საინტერესო შოუ, ძალიან მაგარი ბრძოლები, ყველა ბრძოლა და მათ შორის ლაივი დევს YouTube-ის არხზე Boxing Georgia. აუცილებლად ნახეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო, წინ ძალიან ბევრი საინტერესო მასალები გელით, ასევე მინდა გითხრათ, რომ 2 მაისს თქვენ გელოდებათ არანაკლებ მაგარი, კიდევ უფრო მაგარი, კიდევ უფრო დაძაბული ბრძოლები, აუცილებლად ყველა გულშემატკივარს გელით 2 მაისს თბილისში გრანდიოზულ საკრივო შოუზე. მე კი ამით გემშვიდობებით, ნახვამდის.